მე გახლავართ ზაზა ივანიძე, ახალციხის რაიონის სოფელი ღრელიდან. დღეს ჩვენ მოგიმზადებთ მესხურ ტრადიციულ ქვის ფურნეში, შეშაზე, როგორიც არის საახალწლოდ ჩვენი წინაპრები აცხობდნენ და დღესაც არის მესხეთში შემორჩენილი, კოკორა ფოდოლა მზის პურებს, ასევე თითიან შოთ პურებს, მოვამზადებთ ქადებს, ქადახაჭაპურებს, მესხურ ფურნეებში, ოდასახლებში ზემოდან, ესე იგი მიწურში, ზემოდან მზის ხივი ჩამოდიოდა და აი დილას უთენია ზელდნენ, შუაღამისა უთენია დილას ზელდნენ, ამოაგუნდავებდნენ, რომ მზის ხივით დარტყმულიყო ამ ჩვენ მზის და კოკორა ფოდოლა პურებზე. ყველაფერი მე თვითონ მომყავს ადგილობრივი წითელი დოლის, ჩვენი ენდემი ხორბლების, როგორც არის დიკა, შავფხა და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა თქვენთან ერთად გავაკეთო ეს ქადა და ქადახაჭაპური. უკვე გაბტყელებული ცომი გვაქვს. ჩვენი ცომი რო ხელთ მოყვეს და ფურცლებად იქცეს, ჩვენ უნდა მოვასხას მათ ცხიმი. აქ ჩვენთან მესხეთში წმინდა ერბოთი, კარაქით და ასევე ღორის ქონით ამზადებენ ამ ქადახაჭაპურებს. აი ესე ამ ფეხშუმზე შემოუვლიდნენ 2-3 ქალბატონი, ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ჩვენი მესხური ქადა, აი ესე უკვე გადავახვიეთ, მეტად რომ ფურცლებად იქცეს, ხელის მტევანზე, აი ესე გადავახვევთ და შიგნით ჩაუტოვებთ, შიგთავსი აქვს, მოშუშული ფქვილი, წმინდა ერბოთი ან კარაქით და მარილით. როგორც გითხარით, აი ესე ჩიტის ბუდის სებურს გავაკეთებთ. აი ახლა ამ ჩვენ მესხურ ქადახაჭაპურებს ყველით შიგთავს, როგორც გითხარით და თუ გვაქვს ტენილს ჩავტოვებთ, უფრო უკეთესი და გემრიელი გამოდის. აი ესე გადავკეცავთ. აი ადამიანის გამოსახულება ჩვენი ბასილა პურიც. ნალი იყო ასე ვთქვათ, ესაც ბარაქის დოვლათის პური. მესხურ ახალწლის სუფრას ამშვენებდა მესხური ჰალვა. ჩვენთან მესხეთში ენდემური თუთის ხეები გვაქვს და აი თუთისგან მომზადებულ ბაქმაზით მოგიმზადოთ საახალწლო ჰალვა. ფქვილი, წმინდა ერბო და ბაქმაზი და წყალი, აგერ გუგუმში წყალი დუხს, როცა გავცივდებოდით, ხველება გქონდა, ბრონხების და ასეთი საშუალებებისთვის, სასუნთქი გზისთვის ძალიან კარგი არის. ძირითადად ხორბლის აღების დროს და ასეთი მძიმე სამუშაოების დროს, თიბვის დროს მიქონდა სათიბში და ყანაში. ჰალვასთან ერთად ასევე ჩვენთან მესხეთში ბაქმაზის გოზინახს ამზადებენ, მინდა რომ ის მივიწყებული გავაკეთოთ. ახალი წელი მარტო ბავშვობაში კი არა, ეხლაც მიხარია, იმიტომ რომ ასეთი გემრიელობები არის. ფურნეში გამომცხვარი აგერ გოზინაყი და ჰალვა. ამაზე კაი რა უნდა იყოს სუფრაზე. ბავშვებო, აბა წავედით მეკვლეთ. იზო ბაბო. ბატონო. გილოცავთ ახალ წელს. მოდით მიულოც. ბრავასა ეს არის. ბრავასა. ეს სიხარული ჯანმრთელობა მოგცეთ. ბედნიერი ბავშვები გაიცადეთ, აი ეს წინდები შეენდებო.